სოფლიოში წელიწადში 46 მილიონი აბორტი კეთდება. აქედან 19 მილიონი საშიში და რისკიანია. ანუ გამოდის, რომ სოფლიოში ყოველი 5 ფეხმძიმობის შემთხვევიდან 1 აბორტით მთავრდება და ასაკობრივი ჯგუფი 15-დან 20 წლამდე მერყეობს. ამ სოფლიო სტატისტიკიდან საქართველოზე წელიწადში 400,000-ზე მეტი აბორტი მოდის, საიდანაც 80% ნაადრევი აბორტია და სახლის პირობებში კეთდება. ასაკობრივი კატეგორია საქართველოში ბევრად დაბალია, 13-დან 18 წლამდე, რაც ბევრისთვის გახდა განგაშის საფუძველი. ჩვენი კლინიკა სრულიად ემხრობა მოსაზრებას არა აბორტს. ამისათვის ჩვენი ექიმები მაქსიმალურად მუშაობენ იმაზე, რომ არ მოხდეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ქვეყანაში განვითარებული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო ქალებს უწევთ ამ პრობლემის წინაშე დადგომა და ხშირად მომართავენ კლინიკას ამ სურვილით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს მათი დარწმუნება იმაში, რომ არ უნდა გაკეთდეს ხელოვნური აბორტი. როდესაც იყო შეწყვეტილი ორსულობა, ნაყოფის სხვადასხვა ისეთი პრობლემური გამოვლინებები და ეს მახასიათებლები, ყოველთვის იყო ეს ქალის მიზეზი, ასე იყო ზოგადად მიჩნეული. ამ ბოლო პერიოდში უკვე გამოჩნდა ძალიან ბევრი ნაშრომები, ძალიან ბევრი ნარკვევები. ჩვენი კლინიკაც რო ითქვიან, პირდაპირ ფეხდაფეხ მივიდეს ყველა იმ ახალ მიმართულებას და ყველა იმ ახალ ნოვატორულ სამედიცინო მიმართულებას, რომელიც საკმაოდ აქტიურად და ღრმად შეისწავლის მამაკაცის როლს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მე გულისხმობ ამ ეტაპზე შეწყვეტილ ორსულობას, ანუ ორსულობის განმეორებით დანაკარგებს. ექსპერტები აბორტების გაახალგაზრდავებისა და არალეგალური აბორტების ერთ-ერთ მიზეზად ახალგაზრდების უცოდინრობას ასახელებენ. კერძოდ იმას, რომ თინეიჯერები კონტრაცეპტივებისა და უსაფრთხო კავშირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. აბორტი, ანუ ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ბევრგან ლეგალური. კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარა, აქ მცხოვრები ახალგაზრდების 42% მიიჩნევს, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს კანონით, მის ლეგალურობას კი მხოლოდ 5% ემხრობა. გამოკითხული ახალგაზრდა კაცების 48% ფიქრობს, რომ აბორტი სრულიად უნდა აიკრძალოს, ქალების 40% კი ფიქრობს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული შემთხვევების გარდა. როგორია აბორტის გაკეთების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიმართვის სიხშირე, ამის გაგება თბილისის რამდენიმე კლინიკაში ვცადეთ. ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა თვითნებითი აბორტების სიხშირემ და აქ მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა სწორედ მუშაობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის ორსულობის განმეორებითი დანაკარგები და მაქსიმალურად ცდილობს, რომ იმ ქალებში, რომელთაც აქვთ ორსულობის განმეორებითი დანაკარგები, მოხდეს მათი სრულყოფილი გამოკვლევა, დიაგნოსტირება, პრევენცია დაორსულებამდე და შესაბამით შემდგომში მონიტორინგი მთელი ორსულობის განმავლობაში. ჩვენი და ჩვენი გუნდის ძალისხმევით მრავალ ქალს გადაუფიქრებია აბორტი. და ჩვენს კლინიკაში დაბადებულია ასეთი ძალიან ბევრი ბავშვი. შეწყვეტილი ორსულობების რაოდენობა და ხვედრითი წილი არსებულ მდგომარეობაში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სუფევს, საკმაოდ დიდ პროცენტულ რაოდენობას წარმოადგენს. თუ ჩვენ შეგვიძლია ეს ზოგადად შეიძლება ითქვას, სადღაც 12-18%-მდე მერყეობს არსებულ მშობიერებათა შორის, რაც არის ზოგადად წლის მანძილზე რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში. უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი, ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფემინისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იურისტებს. თუ ერთნი ამბობენ, რომ აბორტი ქალისუფლებაა, მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი კანონით უნდა რეგულირდებოდეს. ეკლესია აბორტს განიხილავს როგორც უმძიმეს ცოდვას. სამი შვილი ყავს და 4-4-ს გააჩინა და კარგად ხარ. სამი ყავს, 4 ყავს და უცებ შენი ქმარი დაითხოვეს სამსახურიდან. და მთელი კრედიტები, ვალები, უბედურება. და აწი, რაც თქვენ შემოსავალი გქონდათ იმდენი, რომ 4 შვილსაც არჩენდით და 5-საც და 4 ყავდათ და ეხლა ისია, რომ თქვენი თავი შეიძლება ძლივს გაიტანო და ერთი შვილი ჰა და ჰა. ის ორი შვილი ხარ მოგვეკლა. მუსელში იქნებოდა მუსლის გარეთ, ბავშვია და თუ მუსელში იქნით შეგიძლია მოკლა გარეთაც მოკალე. 2014 წელს საქართველოს კანონმდებლობაში და სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ნორმა, რომლის შედეგადაც ესე იგი დაჟჯადია უკანონო აბორტები, ლეგალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად
ამ საკითხთან დაკავშირებით აბორტების ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ლიცენზია და ლიცენზირებული ექიმის მიერ ბუნებრივია. აბორტი მინდა გითხრათ, რომ დასაშვებია 12 კვირამდე. და 12 კვირის შემდეგ უკვე განსაკუთრებული სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში უკვე ამას გადაწყვეტილებას იღებს თავად ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში იღებს სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით და კანონმდებლობა ითვალისწინებს სოციალურ ჩვენებებს. ჩვენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩავატარეთ უნივერსიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, ასევე ავერსის საათიაქო ქსელებში განთავსდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის პოსტერები და ბუკლეტები. ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აბორტი კეთდება, განვათავსეთ საინფორმაციო ხასიათის ბანერები. ჩვენ ამ ფორმით გვინდა რომ მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება მისი ჩასახვიდან და დედის წიაღში ცხოვრობს ცოცხალი არსება, რომ მას სრული უფლება აქვს იყოს დაცული მისი სიცოცხლის ხელყოფისგან. ცალკე თემაა საქართველოსთვის ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორც სელექციური აბორტია. ანუ ისეთი შემთხვევები, როცა აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას ჩანასახის სქესი განაპირობებს. რასაკვირველია, საქართველოში პოპულარული ვაჟის კულტის გამო ქალების უმრავლესობა აბორტს მხოლოდ იმიტომ იკეთებს, რომ როგორც იტყვიან, ქმარს ბიჭს ვერ გაუჩენს. იურისტები ამ კუთხით არსებულ სურათზეც ამახვილებენ ყურადღებას. სელექციურ აბორტებს საუბრობდით, ჩვენ და პრობლემა არა მარტო აბორტის რაოდენობა, არამედ სელექციური აბორტები ეს წინასწარი იგეგმება. სადაც დედასა და მამას გადაწყვეტილებას ისინი იღებენ და ყოველი მესამე ქალბატონი გამოკითხული ამბობს, რომ ერთხელ მაინც გაუკეთებია აბორტი ამ კუთხით. ანუ შერჩევა ხდება, ეს არის გენდერული დისბალანსი, ეს არის აბსოლუტური დისკრიმინაცია სქესის მიხედვით აბორტის გაკეთება, რომელიც ნამდვილად უნდა ისრნოს სახელმწიფო მასთან დაკავშირებით კანონის რეგულაცია ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ფიქრობენ, რომ ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ამ საკითხებზე ემუშავებს და უკვე ქართულ კანონმდებლებთან ერთად მიიღებენ ალბათ გადაწყვეტილებას. საქართველოს ოჯახების 46% ისურვებდა, რომ გოგოს ნაცვლად ბიჭი ყოლოდათ, 9% კი პირიქით გოგო ურჩევნიათ. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ნათელია და მოგეხსენებათ, რომ საკითხი ნამდვილად საგანგაშოა. ძველ საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი 6 ორია, ანუ სამშობლოდან გაძევება ელოდა. ქმარი მას მაშინვე უნდა გაშორებოდა, ხოლო მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს ცემა და გამაწბილებელი სასჯელი ელოდა. თუ წამლის მიღების შემდეგ ხალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ. საქართველოში არსებული სტატისტიკის მიხედვით თითქმის ყოველი მეორე დედა გულით შვილის საფლავს ატარებს. ქალების უმრავლესობისათვის შვილზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ნუ აიძულებთ მათ არსებული რეალობისა და დამახინჯებული ტრადიციების გათვალისწინებით გადადგან ის ნაბიჯი, რაც მათთვის სიკვდილის ტოლფასია. ნუ შეუშლით ხელს დედებისა და შვილების შეხვედრას რეალობაში, ეს ბევრად ჯობს ფიქრებსა და მოგონებებში მათ შეხვედრებს.